ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალი აკადემიური წლისათვის ემზადება. საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის გაცნობის მიზნით უნივერსიტეტმა აბიტურიენტებისთვის მორიგი ღია კარის დღე გამართა. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამებზე, საგრანტო და გაცვლით პროექტებზე, სტიპენდიებზე, დასაქმების შესაძლებლობებზე, ასევე შეხვდნენ პროგრამების ხელმძღვანელებს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და დაათვალიერეს კამპუსი. ძალიან დიდი მიმართულება აქვს STEM მიმართულება ამ უნივერსიტეტს. თავიდან გახსნიდან დაიწყო მათემატიკით და კომპიუტერული მეცნიერებით, რომლებიც საფუძველია STEM დარგების და წელს ძალიან მოხარულები ვართ, რომ ხსნით ფიზიკის პროგრამას, საბაკალავრო პროგრამას. ცხადია, ეს პროგრამა შემუშავებულია ჩვენ გერმანელ კოლეგებთან ერთად, იმიტომ რომ ეს უნივერსიტეტი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს ყველა პროგრამას და პროფესორებიც ბევრი ყავს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან. რამდენიმე ასეულ აბიტურიენტს უმასპინძლებ დღეს ყველა სკოლის და ყველა პროგრამის ხელმძღვანელი შეხვდა სტუდენტებს, განხილული იქნა ყველა პროგრამა, რომელიც უნივერსიტეტში ამჟამად ფუნქციონირებს და უახლოეს წლებში დაემატება. ეს არის საბაკალავრო, სამაგისტრო, კვლევითი, სამეცნიერო და რა თქმა უნდა გაცვლითი პროგრამები. აბიტურიენტებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა ჩააბარონ, იმიტომ რომ მათ აქ დახვდებათ მრავალფეროვანი გარემო. მათ სწავლასთან ერთად აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში, როგორიც არის პოდკასტები, კონფერენციები და მიიღონ გამოცდილება. ამავდროულად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გვთავაზობს დასაქმების შესაძლებლობას, რაც სამომავლოდ ჩვენი კარიერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაწყისი იქნება.